ეს ჩემი სოფელია, ჩემი ვაკიჯვარი. მიუხედავად იმისა, რომ ვაკიჯვის სახელწოდების ზუსტი ეტიმოლოგია უცნობია, სავარაუდოდ იგი უკავშირდება ადგილმდებარეობის გეოგრაფიულ მახასიათებლებს. ვაკე ქართულად აღნიშნავს დაბალ ადგილს. ჯვარი კი რელიგიური სიმბოლოა. შესაბამისად, ვაკიჯვარი შეიძლება ნიშნავდეს ჯვარი ვაკეზე. სოფლის ბოლოში, ეგრეთ წოდებულ თავვაკიჯვარში, მდებარეობს ჯვართამაღლების ეკლესია. გადმოცემით ვიცით, რომ ის თურქებს დაუნგრევია. ტაძარში აღმოჩენილია ბრინჯაოს ნივთები და კერამიკის ფრაგმენტები, რაც ადრეულ დასახლებაზე მიგვითითებს და იმაზეც, რომ ტაძარი წარმართობის დროსაც არსებობდა. დაადასტურეს ასევე ორი ქვის ისტორიაზე. პირველზე სახარებას კითხულობდნენ, მეორეზე კი ქვის ქვეშ აღმოაჩინეს ადამიანის ძვლები. ვაკიჯვრის ბაზილიკური სტილის ჯვართამაღლების ეკლესია მე-7-მე-8 საუკუნით თარიღდება. ძველი ტაძრის საძირკველზე 1998 წელს დაიწყო ახალი ტაძრის მშენებლობა. ფასადის რამდენიმე ადგილას გამოყენებულია ძველი ეკლესიის ჩუქურთმის ქვები. მოგესალმებით ყველას, შემოძვირფასებო, მინდა მოგითხროთ ამ ძვირფასი ტაძრის შესახებ. მე გახლავართ, ვინც პირველ რიგში დავიწყეს ტაძრის მშენებლობა. აქ რაც იყო, უბრალოდ საძირკველზე არაფერი არ შევხედავთ, რამოდენიმე ქვები იყო შერჩენილი და აი აქ უკანა მხარეს აქაც და ეს საკურთხეველის ადგილი იყო სულ შიგნითა დუღაბი დარჩენილი და ხეები და ტყე იყო ამოსული ზედ. შემდეგ ჩვენ სოფელში იყო ასეთი პიროვნება, გოგით ხილაშვილი, რომელსაც უდოდა ამ ტაძარის აშენება, მაგრამ რაღაცნაირად არ მოხერხდა, არ დაცალდა იმ ადამიანს და მის მამა დავით ხილაშვილმა ამ ეკლესიის ძირითადი ქვები ადრე კომუნისტებს დაუნგრევია ეს ტაძარი და ჩაუტანიან და ელექტროსადგური გაუკეთებიან და ის დავშალეთ მე ეს ელექტროსადგური დათოს დახმარებით და ეს ჩუქურთმიანი ქვები, რომელიც ჩაყოლებული აქ იხედავთ აგერ სარკმეველებთან, ორ სარკმეველთანაა ჩაყოლებული აქაც ნახეთ, როგორა ჩაყოლებული ეს ქვები, დააკვირდით, აი სარკმეველთან როგორი ძვირფასი ქვა არის ჩაყოლებული სარკმეველის ირგვლივ. ქვაზე ჭრა, კვეთა, ქვის ასეთი დონის გასაოცარია ამ აღანთიან სოფელში აქ ვაკიჯვარში, როგორ იყო ასეთი გააბრძნელი ეკლესია. აი აქაც არის ძველი ქვები კიდო თუ დააკვირდებით აგერ ნახე ეს წარმართული დროისაცაა ეს კიდე ეკლესიის ქვებია ეს უფრო წარმართულია მეახლოებით წარმოდგენილი ასე გასაოცარია ცხენია გამოკვეთილი ქვაზე გადაშლილი ცხენი რომელიც ეს ნიშნავს რომ ცხენი გურულებისაა საერთოდ და ამერიკაშიც გურულები იყო მეჯირითეები და ეს ნამდვილად სამოყვა გურულებისთვის შემდეგ ერთ დღეს უსადოლიძემ ამ სოფლის მკვიდრმა დამიძახა და მეუბნება რომ ამოდი ჩემთანო და მეუთხარი რა გნებავს თუ მოკიდებო ამ ეკლესიის მშენებლობას ხელმძღვანელი რადგან იცოდა რომ მშენებლობის მოყვარული ვიყავი ასეთი ტაძრების და ციხეების და ასე შემდეგ მე ყველანაირად შეგიწყობო მითხრა წყალობა ღმერთმა მიყო რომ დავიწყე მშენებლობა სულ მარტო სოფლის მკვიდრი ხალხი და დააკვირდებით აბა ამ ჩემს სიმაღლეზე დაახლოებით ეს ყველა მისი ადგილობრივი ქვებია და ერთი წელიწადი თითქმის მომდი რომ ეს მარტო სოფლის მიწების დახმარებით ვაშენებდი ამ ტაძარს შემდეგ ბაღდადის არის სოფელი კარგი მშენებელი ბიჭები იყო კიდევ სვანები რევაზი ცხონებული და გულადი ცოცხალია და რევაზი აცხონოს მერთვა ძალიან ძვირფასი კაცი ის ბიჭები დავახმარა გულსამ და შემდეგ შევუდექით აქ წინარ ხარეს აგურებით გაკეთებული დახურული საფლავები აღმოჩნდა როცა მოვთხარეთ ეს ვიც აქ და გავაკეთეთ და შიგნით აღმოჩნდა ეპისკოპოსის სამოსელს აქ
ეჟვანი, რომელიც დადის ეპისკოპოსი ხმაურობს მასვის ის ეჟვანი და ზუსტად ის ეჟვანი იქნა აღმოჩენილი აქ. ასე რომ ამით იგულისხმება რომ აქ ეპისკოპოსიც იყოს დაკრძალული. მე არ შევხედი ვარ ამას ლამაზად ასეთი ლამაზი ქვებით შემამკეთა და არ აგვიფუშია არ გადაგვიმოწევია. თვითონ ტაძარშიცაა კიდევ ორი საფლავი შიგნით ორი ეთყობა არ ვიცი ახლა ეს რა ორი საფლავი შიგნითაა გამოკვეთილი კიდევ. ყველაფერს თავისი ჟამი აქვს ამ ცისქვეშეთში. ამბობს საქრისტიანოს უზენაესი წიგნი. დადგა ჟამი შენებისა. ღვთისმარილით ეკლესიათან გრების წილ ჩვენში ჩამოდგა უფლის საყდართა შენების ჟამი. ახალი ტაძრის აშენებას უდიდეს რწმენასთან წილნაყარი ნატიფისისავე და შინაგანი თავისუფლება სჭირდება. ძველის აღდგენა კი წინაპრის ნაოსტატარისა და ჩუქურთმის ერთგულებას. ტაძრის ძველთაზველი კონტურები მკაცრად ჩატეულ სიფრთხილესა და აღმა ფრენას მოითხოვს, რათა არ დაერღვას ძველ ქვათა ჰარმონია, შენარჩუნდეს ტაძარში ჩატანებული ხუროთმოძღვრის სული და ხელწერა. წლების განმავლობაში თითოეულ ვაგიჟველს გულს უკლავდა სოფლის ბოლოში დროჟამისა და კაცთაგან იაბარქმნილი ჯვართამაღლების ეკლესიის ჩაჟამებული ნანგრევები და მისგან მომზრალი ავიმდუმარება, ჩამქრალი სულიერება. სოფელი დაუცხრომლად ეძებდა სპონსორს. უფლის მარილით ეკლესიის აღდგენის წარმოსილება და პატივი წილად ხვდა ვაიჯრელ შალვა დოლიძეს. კაცს, რომელმაც დიდი ღვაწლის ფასად საკუთარ სოფელში სამარაჯამო დღესასწაული შემოაბრძანა. ამ დღესასწაულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ჯვართამაღლების აღდგენილი ეკლესიის საზეიმო კურთხევის დღე ჰქვია. ილია მეორის თან ახლავს მამა იოანე, რომელიც ამჟამად არქიმანდრიტია მამა დავითის ეკლესიაში და მას დიდი წვლილი მიუძღვის ეკლესიის მშენებლობაში. აი ახლა კაცი ვხედავ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს მეუფე სავას. შალვა დოლიძეა, რომელსაც ყოველთვის უნდა სოფლისათვის რაიმე ფასეული გაეკეთებინა. ხშირად თვალწინ წარმოუდგებოდა ხოლმე ჯვრის ეკლესიის ნანგრევებზე წარმომართული ბაზილიკა. სოფელში ამ ადგილზე, სადაც ჩვენ დღევართ, ეხლა მხოლოდ იყოს საფუძველი ეკლესიის. მეტი არაფერი არ არის. და სოფელმა აიღო სასაფლო ეს უბანი. გავიდა რამოდენიმე საუკუნე და არავის არც მოუფიქრებია, არც უთხვამს, არც სახელმწიფოს, არც კომუნისტებს, არც ერთავრობას არ მოუფიქრებია, მხოლოდ კუსა დოლიძემ იმდენი იბრძოლა, იმდენი გააკეთა, რომ ყველანი ხედავთ თუ რა მდგომარეობა დღეს აქ. ეს ჯვრის ეკლესია აღდგა და დღეს გვესტუნა ჩვენ ძვირფასი საუკეთესო ჩვენი პატრიარქი ძვირფასი ილია მეორე, რომელმაც დააფასა კუსუდოლიძის ნამუშევარი და ხალხის პატივისცემა დაიმსახურა და გაეცნო ეს სოფელი. ნუ დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული, ალბათ ასეთი დღე ვაკეჯვარს კარგახანია არ ქონია, ეს არის ღმერთთან მიახლოების უსაზღვროდ ლამაზი რაღაც ღვთის მადლი იფრქვევა დღეს ვაკეჯვრის მიწაზე. ეს არის განსაკუთრებული, ამაღლებული, სიტყვებიც არ მყოფნის გამოვხატო ყველაფერი ის, რასაც ახლა განვიცდი ამ მომენტში. და მე ვისურვებდი, რომ აი ყველგან გამოჩენილი იყოს ისეთი ადამიანი, რომელთაც ხორციელი შეწევნით შესაძლებელი გახდება ეკლესია მონასტრების მშენებლობა და საერთოდ ჩვენი ხალხის ღმერთთან დაბრუნება. აი ამ ჩვენი დიდი სიხარულის და სიყვარულის აღსანიშნავად მე მინდა დავუტო ამ წმინდა ტაძარს ხატი ყოვლად წმინდისა ღვთისმშობლისა, ყოვლად წმინდა ღვთისმშობელმა დედამ დაგვოცოთ და გადაგაბაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ. მინდა დავუოცოთ ყოველი ადამიანი
რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ ტაძრის მშენებლობაში და განსაკუთრებით მინდა დავლოცო მკვიდრი ამასოფლისა ბატონი შალვა დოლიძე. ღმერთმა დავლოცოს ბატონი შალვა დოლიძე, მისი ოჯახი. აღნიშნო დამსახურება ბატონი შალვა დოლიძისა და მე მინდა მას გადავსწე ბიბლია, რომელიც არის თავისი განმარტებით სამტოლეული. ჩვენთან არს ამიერიდან ჯვრის ეკლესიის ზარის კურსში ჩამწნომი ხმა მოუხმობ ჭეშმარიტ ვაგიჯვრელ მორწმუნეებს, ხმა რომლის გაგონებაც ტკივილამდე ენატრებოდა ვაგიჯვრელებს. დღეს ჩვენს ეკლესიას ემსახურება დეკანოზი მამა შალვა გორგაძე და დეკანოზი მამა ზაქარია ეწირველი, ასევე მედავითნეები, სტიქაროსნები, მგალობლები და მესანთლეები. ქრისტეს აღდგომის მადლობა დაგიფაროთ, გაგახაროთ, წარმატებას უსურვებ პირველ რიგში თქვენ პროექტს. ძალიან გამახარა ამ თქვენმა პროექტმა, ინოვაციურიცაა, საინტერესოა და რაც შემეხება მე გახლავარ მამა შალვა გორგაძე, სწორად დეკანოზი შალვა გორგაძე, რომელიც 2006 წლიდან მე უკვე იოსების ლოცვა-კურთხევით ვიმყოფები ამ საოცარ სოფელში, საოცარი ადამიანების გარემოში. მეოცე აღდგომის მსახურების ჩატარება მომეწია ის მადლით და ერთი რამ ნამდვილად შემიძლია თქვა, რომ ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ბედნიერად გძნობთავს თქვენს გვერდში, აი ამ ლამაზ სოფელში, სადაც არის უაღრესად დიდი სულიერი გარემო, სიყვარულით გაჟღენთილი და რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო მეტად ხდება ჩემი ჭიდრო კავშირის დამყარება აი ამ ლამაზ სოფელთან და თითოეულ თქვენთაგანთან. ძალიან მიყვარხარ, ძალიან პატივისცემთ და ღმერთმა ჯვართამაღლების სახელობისაა ჩვენი ტაძარი და ღმერთმა ჯვრის მადლით და მფარველობა არ მოაკლოს აი ამ ლამაზ სოფელს. თქვენ დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა მოგცეთ სისხლი და ყოველივე კარგი. ძველია ეს დადგინდა საბადოების სპეციალური კომისიის მიერ მშენებლობით ადგენენ ჩუქურთმებით. მოპოვებულია კიდევ სპეციალური სათხელი ნაჯახი ქვის, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ ეს არის მეექვსე მეში და შეიძლება კლავს დეტალურად არ იყოს გარკვეული, მაგრამ უძველესი რომ აფაქტია. მადლობა ღმერთს 2000 წელში ადგილობრივი ფინანსურად შალვა დოლიძის ოჯახის მეთაურობით აღდგა ეს ტაძარი ოსტატობით ნუგრინსკირველის და 2000 წელში გაიხსნა ეს ტაძარი, რომელშიც რამდენიმე სასულიერმა უკვე იმოღვაწავა. მადლობა ამაგვირიკე ხელშუღიას, მადლობა მამათე დოლიძეს, 2006 წლიდან მამა შალვა, 2013 წლიდან მათ შორის ეს ვისუბელი დავებადე და მადლობა რომ აქ კიდევ არსებობს ქრისტიანული თემი, უბრალოდ აქ ძალიან ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, რომელიც არ იყოს კეთილგანწყობილი ეკლესიური ცხოვრების მიმართ, თუ ყველა ვერ ახერხებს სიარულს და მადლობა კიდევ ერთხელ ამ სოფლის შვილებს, რომლებიც დღეს აღადგინეს ერთობლივად კიდევ ეს ტაძარი და მადლობა იმ დიდ წინაპრებს, რომლებმაც ასეთი უძველესი ლამაზი ტაძარი გაგვიტოვა. პროექტზე ჩემი სოფლის დაფარული ისტორიები. ავიღეთ ემა ჩემი სოფლის ჯვართამაღლების ეკლესიის შესახებ. მე ამიკო სიამაშვილი, სტიქაროსანი ვარ და დიდი სიყვარულით და მონდომებით ვიმუშავე ამ პროექტზე. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.